მოგესალმებით ქალბატონ თამარ. მეგახალხო მოსამართლე მოსახელაშვილი განვითარებულ რაოდენულ ზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საფოს, რომელსაც ბრალადდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 პარაგრაფის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციის სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით, მოცემულსაქმეზე თქვენ დღევანდელ სხდომაზე გამოცხადებული ხართ მოცმის სტატუსით და ადგენს სასამართლოს თქვენს ვინაობას, თქვენი სახელი და გვარი რომ გზავნოთ. თამარ კერესელიძე. დაბადების თვე, რიცხვი და წელი. 10 ნოემბერი 1988 წელი. იბრძოლ საქართველოს მოქალაქეთა განათლება თქვენ. უმაღლესი იურიდიული. ამჟამად თუ მუშაობთ, სად მუშაობთ და პოზიცია თქვენი. მუშაობ შინაგანსაკუთრებათა სამართლის საჯარო პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო სამმართველოში. უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. იბრძოლ. კარგი, ქალბატონ თამარ, როგორც გამგივარდათ სასამართლო, თქვენ ხელოვნების სხდომაზე იმყოფებით მოცმის სტატუსით, გარდაცნობთ თქვენს როგორც მოცმის უფლებებს და მოვალეობებს. თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ, რა საქმესთან მიმართებით ხართ გამოცხადებული დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ განუყოფელი განმარტება. უფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენი მონაწილეობის ჩატარების სხდომისას, მოითხოვთ მაშინ შენიშვნების და დამატებების შეტანა. უფლება გაქვთ არ მისცეთ დანაშაულის ჩადენაში თქვენი ან თქვენი ახლო ნაცნობი მამხილებელი ჩვენება. ვალდებული ხართ გამოცხადეთ სასამართლოში გამოძახების თანავე უპასუხოთ დასმის შეკითხვებს. არ გამჟღავნოთ საქმესთან დაკავშირებით გარემოებით თქვენ ამ შესახებ გაგაფრთხილებთ სასამართლო ამასთან გავფრთხილებთ. ჩვენების მიცემაზე უარის თქვისათვის, რომ ჩვენების მიცემისათვის თქვენ დაგეგისება სისხლის სამართლებრივ პასუხის მიღება. კანონი ვიდრე ჩვენებას მისცემს, ფიცის დადების ვალდებულებას ითვალისწინებს, რელიგიური ფიცის შეგიძლიათ აირჩიოთ, არ რელიგიურია ფიცის შემცველი დადასტურება, რომელსაც აირჩიოთ. არ რელიგიური. დაიმისეთ, რომ მთელი შეგნებით უნდა მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავ, თქვენ უნდა ბრძანოთ ფიცა. ფიცა. დავიდასტურეთ ხელმოწერით. 30 წუთი ბრალდების მხარის პრეზიდენტი დაგეგმეთ. ბატონო, მოგესალმებით ბატონო. როგორც გამიგარდათ სასამართლო, მოწვეული ხართ სასამართლოს პრეზიდენტის ჩვენების მოსაცემად. ეს შეჩერების საპროცესო საგამოძიებო დაკავშირებით ინდივიდუალურად და მოწვეული სასამართლოს ინფორმაცია. მოგვიწევთ გამიგებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც საპროცესო საგამოძიებო მოგესალმებით, მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება პოლიციის სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმის ფაქტზე. არტიშულ საქმეში ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა შემდგომი მოქმედებები. ვალდებული ზია ამაღლობელის დაკავებისა და პირადი შრეკის ოქმი სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების თაობაზე ვალდებული ზია ამაღლობელთან, ასევე შედგა ოქმი ახლო ნათესავზე დაკავების ფაქტის შეტყობინების შესახებ და ადვოკატების მონაწილეობით შედგა მისი გამოკითხვის ოქმი. ამით დასრულდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ჩემი საპროცესო მოქმედებები. მოდი დავიწყოთ მაშინ თავიდან, რომ შეადგენენ ვალდებულის დაკავების შრეკის ოქმი და ვინ მონაწილეობდა. მოგახსენებთ, რომ როგორც ცნობილია საქმიდან გამომდინარე, ფაქტობრივი დაკავება მოხდა უშუალოდ ბედია ხერაძის და გიორგი ჟალავას მიერ, ესენი ფაქტობრივი დაკავებელი პირები. მე კი უკვე ფაქტობრივი დაკავების შემდგომ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ შევარდინე უშუალოდ ოქმი, რომელიც შევიყვანე ვალდებულის მონაცემები და სხვა ის გარემოებები, რაზეც მითითებულია უშუალოდ ოქმში. ოქმში მონაწილეობას გარდა ფაქტობრივი დამკავებელი პირებისა იღებდა ასევე მართლმსაჯულის ოფიცერი ცირა ჩოგაძე და ოქმი იქნა შედგენილი ჩემს მიერ. რაც შეეხება სხვა მოქმედებს, რაც მე შევასწავლე, აქვე დავამატებ იმას, რომ დაკავების და პირადი შრეკის ოქმზე ბრალდებულმა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, თუმცა ზეპირ სიტყვერად გაეცნო ოქმს. რაც შეეხება ოქმს სამედიცინო შემოწმების ჯერ დავასრულოთ ეს ვალდებულის დაკავებისა და პირადი შრეკის ოქმს გაეცნო და ხელი გამოწერა. აი მიზეზი თუ არ დაუსახელებია, რატო არ ახერხებდა ხელს იგი? არა, კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. დიახ, შრეკაზე გავაგრძელებ, თუ შეიძლება, პირადი შრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი, სიმბარათი და გასაღები როგორც მახსოვს, ამის მის წინაშე იქნა დალოქული, ლუქებზეც მოაწერა ხელი, შემდგომ შედგა სამედიცინო უფლების განმარტების შესახებ ოქმი, რაც ასევე მან ხელმოწერით დაადასტურა და მისი გამოკითხვის ოქმის დაადასტურა ხელმოწერით. უფლებების განმარტებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განმარტა თუ არა დაკავების ვალდებულის უფლებები და იწოდა შესაძლებელი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გამომეორებ, რომ როგორც ცნობილია, მისი ფაქტობრივი დაკავება მოხდა გაცილებით ადრე, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, როცა ჩემთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ მე უნდა შემედგინა უშუალოდ ოქმი
სამსახურებელ ადგილზე, სამსახურის შენობაში. Ჩემთვის უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, თუ რაზეც იყო ბუნებრივია დაკავებული, ალბათ როგორც ფაქტობრივი დამკავებელი პირების კომუნიკაციისთან შემდგომ მე გავიგე ბრალდებულზე დაკავებისას დაუყოვნებლივ იქნა განმარტებული უფლებები და გარდა ამისა, როცა უკვე ჩემს სამუშაო კაბინეტში ფიზიკურად დავიწყე ქალბატონის ზიას მონაცემებში. დავხუროთ პანჯარა და არ გააღოს. ათხოვას გავწიშე. ჩართული. და გამაგზავნებ იმას, რომ ცოტა მე ფიზიკურად დავიწყე ქალბატონის ზიასთან კომუნიკაციაში ჩავედი და განვმარტე, რომ ის დაკავების და დაჭრის ოქმი უნდა შემედგინა, იმ მომენტიდანაც განემარტა მას აღნიშნული უფლებები. ასე რომ განვმარტე ის ფაქტი, თუ კიდევ ერთხელ უნდა კონკრეტულ რა დანაშაულის ჩადენა შეედებოდა მას ბრალი რისთვის იყო ის დაკავებული, ამ დანაშაულის შემადგენლობა რა საჯას ითვალისწინებდა, განვმარტე აგრეთვე ის, რომ უნდა მომხარიყოს დაკავებისა და პირაჩების ოქმის შედგენა, მას ჰქონდა უფლება არ მოეწერა ამაზე ხელი, აგრეთვე ეს წარმოადგენდა გაცნობის დოკუმენტს და ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მას ამით დანაშაული არ უნდა დაედასტურებინა, ან არ უნდა დაედასტურებინა, ეს იყო გაცნობითი ხასიათის დოკუმენტი, თუმცა მან უარი განაცხადა აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერაზე. კი ბატონო, მე დავუშვებ, რომ ვაქცინობთ ის ახლა დაკავების შესახებ მისი ოჯახის წევრს ვაცნობთ, როგორც თავად საკონტაქტო ჩვენი კითხვის შემდგომ მოგვაწოდა, როგორც მახსოვს იყო ძმა, რაც მითითებულია კიდეც შეტყობინების ოფისში. საათს რაც შეეხება, სავარაუდოდ რო არ შევიცდე ოფისში მაქვს მითითებული, ალბათ იქნებოდა 4-ის ნახევრამდე პერიოდი. სავარაუდოდ 3-დან 4-ის ნახევრამდე პერიოდი. მოგახსენებთ, როცა უკვე პირველად კომუნიკაციაში შევედი ბრალდებულთან და განემარტა ის სამი ძირითადი უფლება, რომელსაც აღარ დავკონკრეტები, ამის გარდა მას აგრეთვე მიეცა წინადადება შეკითხვას ვთქვათ, სურდა თუ არა მას სამედიცინო შემოწმება. როგორც ჩემთან პირად კომუნიკაციაშიც და იმის შემდგომ, როცა უკვე მან უშუალოდ ადვოკატებთან ჩვენს შენობაშივე ჩემს წინადადება ვიზუალური კონტროლის ქვეშ რა თქმა უნდა გაიარა კონსულტაცია ადვოკატებთან, შემდგომაც უარი განაცხადა მან სამედიცინო შემოწმებაზე. ეს იყო თავისი გადაწყვეტილება. ადვოკატებმაც დაუსვეს ჩემს წინაშეც, როგორც დამოუკიდებლად მოხდა კონსულტაცია გავლადაცვის მხარეს ჰქონდა თავი ბრალდებულთან, ასევე ჩემს წინაშეც დაუსვეს ადვოკატებმა და ქალბატონის ზიამ გადაწყვიტა, რომ არ სურდა მას. თან ვიზუალურად გარეგნული დათვალიერებით მას რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, რაც ოფშიც კიდეც მითითებულია. მე მიუგინებ, რომ პირადი შეფეთის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა მეთოდის მათობის მობილური რაც ის მოხდა ამ მობილური ტელეფონი ცალკე იქნა დაუბრუნებული, როგორც მახსოვს და დანარჩენი ნივთები ერთად. ორ პაკეტში იქნა დაუბრუნებული. მობილური ტელეფონი დაიწყო ცალკე მობილური. მოაწერა თუ არა უშუალოდ მობილური ტელეფონის აქცია. კი, ორივე ლუქსე მოაწერა. შეიძლება რაიმე შენიშვნა, გაცხადება ხო არ გაუკეთებია? არა, შენიშვნა არ გაუკეთებია არც ერთ ოფისში და მათ შორის არც ლუქსე. ლუქსებს, არ მოსმენ ასე. ის მეც ამდენაში იყო დავსვი. მოგესალმებით, ახლა თქვენ შეერგინეთ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი შექმნისა და ისაუბრეთ ამ გარემოებებზე. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს მიმდინარე განხილვის ფარგლებში გარკვეული გარემოებები არის სადავო გამხდარი და გვინდა რომ მაქსიმალურად დეტალურად გაიხსენოთ ეს გარემოებები და თქვენთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდოთ სასამართლოს. ნახეთ რა მაინტერესებს უფრო დეტალურად რომ გითხრათ საერთოდ ლუქსემბურგ ფაქტთან დაკავშირებით ვისგან გახდა ცნობილი საკითხობებით, როდესაც გაიგეთ აი ამ გამოძიების შესახებ ზოგადად ფაქტის შესახებ. ამ დროის, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ღამის საათები იყო, ბუნებრივია სახლში რომ ყოფებოდი, არ ვასრულებდი სამსახურების საქმიანობას. ხელმძღვანელმა დამირეკა, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მაცნობა რომ იყო მსგავსი ფაქტი, იყო ქალბატონი დაკავებული კონკრეტული მუხლის მისხარასთან დაკავშირებით, უკვე შემოყვანილი იყო ადმინისტრაციულ ეზოში და საჭირო იყო ქალბატონიდან იყო მდედრობის სქესის წარმომადგენელი, იმავე სქესის
პრინციპის დაცვის მიზნით საჭირო იყო ხალი გამომძიებლის მიერ მომხდარიყო იმავე სქესის გამომძიებლის მიერ მომხდარიყო დაკავისა პირადი ჩხრეკის შედგენა, რასაც ვიტყვი რომ ჩვენს პრაქტიკაში ეს არის ყველა შემთხვევაში შემიძლია თამამად გითხრათ რომ მიუხედავად ფაქტობრივი დამკავებელი პირისა პირად ჩხრეკას და აუქმის შედგენას იმავე სქესის წარმომადგენელი გამომძიებელი ახორციელებს. შესაბამისად ეს ჩემი ხელმძღვანელის გახდა ცნობილი ვიყავი სახლში დაახლოებით ალბათ ნახევარსაათში მოვედი სამსახურში იქნებ დაახლოებით პირველი საათი იყო ხამის როცა გავიგე ნახევარსაათში როცა მოვედი უშუალოდ ბებია ფერაძისგან და გიორგი ჟალავასთან გავიგე უკვე საქმის ვითარება კონკრეტულად მოკლე აღწერა ასე ვთქვათ რა მოხდა და იმ მომენტისათვის თავდაპირველია მე როგორც მახსოვს არავა დაზუსტებით ვიცი რომ იმყოფებოდა კონსულტაციას გადავიდა სახალხო დამცველთან მე რომ მივედი, კი ადმინისტრაციულ შენობის ეს როცა შევედი, რომ ვიკითხე სად იყო ბრალდებული, იმიტომ რომ ჩემს კაბინეტში უნდა მომხდარიყო მოქმედის შევსება და მასთან გასაუბრება და ამ დროს არ მომეცა იმ დროს შესაძლებლობა, იმიტომ რომ უკვე სახალხო დამცველთან გადიოდა კონსულტაციაც. დაახლოებით ალბათ 10-15 წუთის შემდგომ უკვე ორი მართლწესრიგი ქალბატონის თანხლებით ამოიყვანეს პირველი სართულიდან მესამე სართულზე უკვე ჩემს კაბინეტშიც უკვე ტელეფონში შევხვდი და იმის შემდგომ უკვე ქალბატონი მზია ბადრაგირების პროცესის დაწყებამდე იზოლატორში უკვე იმყოფებოდა ჩემს კაბინეტში ჩემი თვალთახედის ქვეშ ასე ვთქვათ. ანუ ეს მოქმედება პირადი ჩხრეკა და კავება უშუალო პირადი ჩხრეკის პროცესი, შემდგომ მოქმედის შედგენა, ადვოკატთან კონსულტაცია, ყველაფერი განხორციელდა ამ სივრცეში. ნახეთ ესეთი რაღაც მაინტერესებს საუბარი არის მათ შორის იმასთან დაკავშირებით დაკავების ოფისის შედგენის დაწყების თარიღთან მიმართებით. დაკავებული არის თუ აღნიშნება 0-საც და 0-ს წუთზე და პირადი დაკავების და პირადი ჩხრეკის უქმის შედგენა დაიწყო დაახლოებით 54 წუთის შემდგომ. ამასთან სახელმწიფო კოდექსის შესაბამისად თუ პირადი ჩხრეკა ითვალისწინებს გაშიშვლებას ასეთ შემთხვევაში მას ატარებს იმავე სქესის პირი. მოცემულ შემთხვევაში ვიცით პირადი ჩხრეკის ოფისში შინაარსი რომ ამ ინტენსივობის ჩარევა არ მომხდარა, თუმცა მიუხედავად ამისა მაინტერესდა თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე და იმ საფუძვლებიდან გამომდინარე რამ განაპირობა ის გარემოება რომ აი ამ ოფისის შედგენა დაიწყო ცოტა დაგვიანებით ფაქტობრივი დაკავების შემდგომ და ჩაატარეთ თქვენ და თუ იმყოფებოდეთ ფაქტობრივი დაკავების მომენტში თქვა მამაკაცი გამომძიებლები და რატომ არ განახორციელეთ თქვა მათ ეს თლიანად ეს საგამოძიებო მოქმედება და ჩაატარეთ კონკრეტულად თქვენ გავიმეორებ იმას რომ როგორც აღნიშნე მართალია ეს როგორც თქვენ აღნიშნეთ არ იყო პირად ჩხრეკა დაკავშირებული მის სრულ გაშიშვლებასთან, არ იყო ამის საჭიროება, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკა მაინც ემყარება, ეფუძნება და მიდის იმ მიმართულებით, რომ ხალი დაკავებულ შემთხვევაში ნებისმიერი სახის, თუნდაც დათვალიერება, თუნდაც ჩხრეკა, მოქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული პირის სრულ გაშიშვლებასთან, მოიცავს უბრალოდ მაგალითად ჯიბეების დათვალიერებას, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, უშუალოდ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ასე ვთქვათ, მისი საუკეთესო ინტერესი ამ შემთხვევაში იქნას გათვალისწინებული და სწორედ ამ მიზეზის გამო გაიწელა ასე ვთქვათ დროში და რაც კიდეც ოფისშიც აღნიშნულია. ანუ ეს არის ჩვენი მრავალწლიანი და ნერგილი პრაქტიკა, პირველ რიგში პრაქტიკა, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საპროცესო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს პირის ქალბატონი მდედრობის სქესის წარმომადგენლის უფლებებს, რომ ეს მაქსიმალურად უფლებების უხეში დარღვევის და ჩარევის გარეშე მოხდეს ეს პროცესი. შესაბამისად, ამ პროცესზე ქალბატონი მზიას ამეთანხმება, რომ როგორც აღნიშნე, როცა მოიყვანეს ჩემთან, ჩვენ კაბინეტში ვიყავით მარტოდ, კარიც დაიხურა, დავჭირთ მხოლოდ იმავე სქესის წარმომადგენლები, მამაკაცები, მათ შორის დამკავებელი პირები არ ყოფილან ამ გარეგნული დათვალიერება თუ პირადი ჩხრეკა, რასაც უწოდებთ, სრული გაშიშვლება არ მომხდარა, იმიტომ რომ თვითონაც არ სურდა და იმ მომენტისათვის საკმარისი იყო ის დათვალიერება, რაც ჩვენ გამარჯვება მონაწილეებმა საკმარისად ჩავთვალეთ, რომ თუ რამე მას ნივთი ქონოდა იმ დათვალიერების ფარგლებს და ის დაზიანება, რაც მას გარეგნულად ეტყობოდა, საკმარისი იყო იმ მოცემულობით, რომ დაგვეფიქსირებინა ოფისში. შესაბამისად, დასაგებია. დაზიანება რამე აღიწერა, დაფიქსირდა პრესმიერ. არ აღიწერა, ჩვენ მასაც ვკითხეთ პირადად და მათ თვითონაც ჩემთან პირად საუბარში ვქვა და ადვოკატსაც უთხრა ჩემს წინაშეც, რომ
არანაირ სამედიცინო არის საჭიროებოდა და არანაირ დაზიანება მას აფერხებდა. როგორც აღნიშნეს, სრული დათვალიერება არ მოხდა და გარეგნული დათვალიერება მოხდა მისი სხეულის და იმ დათვალიერების ფარგლებში მას რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. კი ბატონო, და როგორც ვთქვით, თუნდაც ამ ტიპის ჩარევაც, ამ გარეგნული დათვალიერებაც უფრო მოსახერხებელი და კომფორტული ბრალდებისთვის იქნებოდა ჩაგედარებინა თქვენ და არ მაგალითად ლევან გუმბაშაძეს, რომელიც იმყოფებოდა და გამოძიება დაიწყო. სრული პასუხისმგებლობით არც ერთი ფაქტი არ გამოჩნდება ჩემი ამდენი ხნის მუშაობის განმავლობაში, არაერთი ქალი დაკავებული ყოლია სხვადასხვა დანაშაულზე, არა მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როდესაც მსგავსი ფაქტების შემთხვევაში დანაშაულის ფაქტის მიუხედავად ამას აკეთებს იმავე სქესის გამომძიებელი. კი ბატონო, ან მე როგორც ვთქვით, სწორად გავიგე თქვენი აი ამ პოზიციებიდან გამომდინარე, იყო ესეთი მოცემულობა, ერთი რომ თქვა დაკავების სოფლის შედგენა დაწყებული იყო ფაქტობრივი დაკავებიდან თუნდაც 10-15 წუთში და ეს გაეკეთებინა ეს ყველაფერი მამაკაც მაგალითად ბატონ ლევანს, რომელმაც გამოძიება დაიწყო და ჩანს სახის მასალებიდან რომ სამსახურშია და აი თუნდაც ეს დათვალიერება მათ შორის რომელიც გაშიშვლებასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს, ერთი მოცემულობა და მეორე მოცემულობა დაწყებული იყო ამ ოფლის შედგენა დაწერილი იყო იქ თქვა საათი 54 ვიან და გაკეთებინათ ეს თქვენ და კაბატონ სირას ამ შემთხვევაში. ამ ორ სამართლებრივ სიკეთის შორის ჩვენ ვირჩევთ ყოველთვის ბრალდებას. ეხლა შემდეგი შეკითხვა მაქვს ესეთი, ბატონო თამარ, მათ შორის თქვენ განმარტეთ, რომ განიმარტა უფლებები, ერთ-ერთი უფლება, რაც თითქმული არის ოფისის და მოგებული საკანონმდებლობითაც არის დაწერილი, ეს არის ადვოკატის სკოლის უფლება. და თქვენ ასევე განმარტეთ, რომ გამოკითხვას ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები. აი ამ უფლებასთან მიმართებით მაინტერესებს რა მოქმედება განხორციელდა თქვენსა და თქვენი მისვლიდან ადვოკატების მოსვლამდე და დასწრებამდე, აი რა მოცემულობა იყო და ადვოკატთან მიმართებით უშუალოდ თქვენი კომუნიკაცია ქალბატონ ზიასთან მაინტერესებს და ამ კუთხით საჭიროებები ქალბატონ ზიას ამ დაცვის უფლებასთან მიმართებით, დაცვის უფლების კონტექსტში, რაც გახსენდებათ, ხო, კარგად გაიხსენოთ ეს დეტალები, ან ნახეთ დაცვის უფლების კონტექსტში თქვენი დიალოგი, თქვენი საუბარი და იმ საჭიროებები, რაც დადგა დღესაც თუ დადგა ასეთი და თუ დადგა რა რეაგირება მოახდინეთ ამასთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ იმ მომენტიდან, როდესაც მე ბრალდებულთან დავამყარე კომუნიკაცია ჩემს კაბინეტში, ვესაუბრე ბუნებრივი ოქმის შინაარსზე, იმ უფლებებზეც განემარტა არაერთხელ ქალბატონ ზიას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, ანუ თქვა საჭიროებებთან, მათ შორის არც ადვოკატთან დაკავშირებით. აქვე დავაზუსტებ იმას, რომ არჩევნებს არ მოუმართავს და ოქმის შედგენის მომენტში ვინმეს, რომ იქ ადვოკატი იმყოფებოდა და მე მისი მონაწილეობით ჩამეკარებინა თუნდაც ეს. გარდა ამისა, აღნიშნავ იმას, რომ როდესაც დავასრულეთ დაკავების ოქმის შედგენა, ქალბატონ ზიასთან ფაქტიურად ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც იმ ქმედების ხასიათიდან გამომდინარეობდა, ამით სრულდებოდა და მასთან გამოძიებას მომენტისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვაც კი დაგეგმილი არ ქონია, ოქმის შედგენის შემდგომ ჩვენ ველოდებოდით ბადრაგირების პროცესის დაწყებას. საათ ზუსტად ვერ ვიხსენებ რა პერიოდში ამოვინეთ ჩემთან გამომძიებლები, თუმცა როცა ხელმძღვანელმა მაცნობა ჩემს კაბინეტში ვისხედით, გიორგი კავსაძე იყო, დაურეკეთ შესაბამის სამსახურში და დაუშვეს საშვი. ამ მომენტისათვის ჩვენ ფაქტიურად ოქმის შედგენა მორჩენილი ჰქონდა, ერთადერთი რაც იყო დარჩენილი, იყო მისი სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების ოქმი, რასთან დაკავშირებითაც უშუალოდ ოქმის შედგენის და გარეგნული დათვალების პროცესშიც ჩვენ მივეცით მას წინადადება, ხომ არ სურდა და ჩვენ ზეპირსიტყვიერად უკვე ვიცოდით, რომ მას არ სურდა შემოწმება, თუმცა ბუნებრივია ამისთვის დამოუკიდებელი გარკვეული დოკუმენტი იდგება წერილობით, სადაც ის თავის ნებას კიდევ ერთხელ გამოხატა. მაგრამ რადგან გვაცნობის, რომ ადვოკატები მოსულიყო, ეს ოქმის შევსება ბუნებრივია აღარ დავიწყეთ, რადგან უკვე ადვოკატი იყო მოსული, ჩვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილი იყო
და მას შემდეგ რაც ამოვიდა უკვე ადვოკატი, დავიტოვეთ მასთან კონსულტაციის მიზნით, რაც დაახლოებით ალბათ 15-20 წუთი გაგრძელდა. ამის შემდგომ უკვე ადვოკატებთან კონსულტაციის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ მასთან ჩატარებული იყო გამოკითხვა იმის მიხედვით, თანახმა იყო თუ არა ბრალდებული, მოეცა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა როგორც კონსულტაციის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ უნდა მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია. შესაბამისად, სხვა საგამოძიებო მოქმედებები გარდა ამისა, რაც აღვნიშნე, ადვოკატის მონაწილეობით მის გარეშე გამოძიებას დაგეგმილი არ ჰქონდა, ვერც გარემართებოდა, იმიტომ რომ ქალბატონის მზიას პოზიცია ჩვენთვის ცნობილი იყო, მართალია იცოდა ფაქტი გაიგო რა სანდ დაკავშირებით ეს იყო დაკავებული, იცოდა რომ ხელი ის მოწერა შეეძლო, თუმცა უარი განაცხადა, გაიგო დანაშაულის შესახებ კონკრეტულად კვალიფიკაციის შესახებ და მორჩა ამ სხვა საგამოძიებო მოქმედება მასთან არ იღებოდა. გარდა ამისა, აღვნიშნავ იმას, რომ არ იყო აქ სავალდებულო დაცვის შემთხვევა და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვიღებთ მომძიებლები იმას, რომ ყველანაირ საშუალებას გონეს, რომ დაუნიშნოთ ადვოკატი მიუხედავად იმისა, ბრალდებულთან იმ მომენტში ვაპირებთ თუ არ ვაპირებთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. ეს შემდგომში ვინაიდან კანონი ამის ვალდებულებას განიჭერს ჩვენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოქმის შედგენის პროცესში ჩვენთვის არც ქალბატონზიას და არც სხვა პირებს არ უცნობებიათ რომ იყო ადვოკატი და უფრო რომ ყოფილიყო ეს არანაირად ხელს არ შეგვიშლიდა ჩვენ იმაში რომ ეს პროცესი დაგვესრულებინა, იმიტომ რომ ოქმი მაინც შედგებოდა მიუხედავად იმისა, ვინ მიიღებდა მასში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, ბრალდებული მოაწერდა თუ არა მას ხელს. უფრო მეტიც გავმარტე, რომ სამედიცინო ოქმის შევსება, რომელიც ჩვენ ამ პერიოდში შეგვეძლო გაგვეკეთებინა, დაველოდეთ იმ მომენტ შევაჩერეთ იქიდან გამომდინარე, რომ გავიგეთ ინფორმაცია მეცი ადვოკატების შესახებ. შესაბამისად, ის რომ ყოფილიყო სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სხვა სახის დანაშაულზე, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი და აღარ დავკონკრეტდები სხვადასხვა საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებზე, კანონიდან გამომდინარე არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გამომძიებლები ჩვენ თვითონ ვთავაზობთ მიუხედავად იმისა, არის თუ არა სავალდებულო დაცვის შემთხვევა და გეტყვით, რასაც ვუძღვით. ის რომ ქალბატონზიას შემთხვევაში ამ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით არ ქონდა სავალდებულო დაცვის ნიშნები და ჩვენ გამოძიებას ქონდა მასთან გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, მასთან გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი, ბუნებრივია ამის უფლებას ჩვენ მას მივცემდით და ის თუ სამედიცინო განმარტების ოფისში მივაღებინებთ თქვათ და დავისწარებთ ადვოკატი და მის გამოკითხვაში, ბუნებრივია ამ მოქმედებებშიც დავისწრებთ. უფრო მეტიც ისე პრაქტიკას მოუშველებით ძალიან ხშირად ქონია შემთხვევები, როდესაც არ არის სავალდებულო დაცვის შემთხვევა, მაგალითად პირი მოწმე არის გამოსაკითხი 21 წლამდე პირია, მასზე კანონი არ გაუვალდებულოს, რომ სავალდებულო დაუნიშნოთ ადვოკატი, თუმცა მისი მოთხოვნიდან გამომდინარე, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქედან გამომდინარე თუ რა სახის მოქმედებები უნდა ჩატარდეს მასთან, გამოძიება ხშირ შემთხვევაში მის ინტერესებს ითვალისწინებს და ჩვენი ინიციატივით ვთხოვთ, უნიშნავთ მას ადვოკატს, რათა ასე უფრო არ მოხდეს მისი ინტერესების ხელყოფა და მისი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ამა თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. შესაბამისად, იმ მომენტში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც ადვოკატების შესახებ ინფორმაცია მაცნობა ჩემმა ხელმძღვანელმა, სადღაც ალბათ 2-3 წუთში ალბათ დავრეკე და ამოვშვეს ადვოკატები. ჩვენ ამ მომენტისათვის დასრულებული ჰქონდა დაკავისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, ადვოკატს არ მოუთხოვია აღნიშნული ოქმი ჩემზე, ამის შემდგომ ჩატარდა ისევე შემოწმების ოქმი და გამოკითხვის ოქმი და იქ არსად შენიშნა არასახულა ამის შესახებ. არც ქალბატონი მზიასგან მე, არ ჩემს მიმართ არ ყოფილა მოთხოვნა, რომ მას ადვოკატი მოეთხოვა და მე პირადადაც ჩემი ინიციატივით იქენა გამომდინარე, რომ სავალდებულო დაცვა არ იყო, მეც ასე ვთქვათ არ განვიხორციელებია რაიმე მოქმედებები ადვოკატის მოსაყვანად და დასანიშნად. დავასრულებ გადამთავრებით. დაცვის მხარეს 30 წუთში. ქალბატონთან ისმენდი და თვალწინ გამიგდა რა სამურად ჩაიარა დაკავების პროცესმა ქალბატონის მზიასთან. თავად უდა სხვა წარმოდგენა შეექმნა. რამდენიმე შეკითხვა მაქვს უნდა პროცესულ საკითხებზე. თქვენ რამდენი წელია რაც გამოძიებულში? 14 წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლა 9 წელი. 9 წელი საკმაოდ დიდი სტაჟია. რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც სხვა პირი აკავებს ბრალდებული სახით პიროვნებას და შემდეგ თქვენ მიდიხართ და ადგენთ ოქს ისე რომ დაკავების პროცესი არ შესწრება. ვერ ვიტყვი რომ ეს ყოველთვიურად ხდება, თუმცა საკმაოდ მქონია მე პირადად შემთხვევები. და ამ დროს საპროცესო კოდექსის მე შემიძლია გათხოვოთ და ჩასაფრებული არ უნდა საპროცესო კოდექსიც გათხოვოთ, ეხლა გულისხმობ 175
მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს დაკავების ოქმის შედგენის წესს, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ დაკავების ოქმი უნდა შეადგინოს ესეთ ტერმინს იცნობს ჩვენი სახელმწიფო კანონმდებლობა დამკავებელმა მოხელე. მოდი ჯერ ამით დავიწყოთ, თქვენ იყავით თუ არა ამ შემთხვევაში დამკავებელი მოხელე? იქედან გამომდინარე, რომ მე მომხდარი ფაქტის დროს ადგილზე არ ვიმყოფებოდი, ფაქტობრივი დაკავება მისივე არ განიხორციელებდა. ანუ თქვენ დამკავებელი მოხელე რო იგულისხმება, არ ბრძანდება. მე იმ მომენტისათვის იქ არ ვიმყოფებოდი. რატო გიჩი პირდაპირ პასუხის თქმა, თქვენ დამკავებელი მოხელე იყავით, ის მოხელე რომელსაც ზია დააკავა, პირდაპირ იქიდან გამწევთ. ის მოხელე ვინც ზია დააკავა, ფაქტობრივი დამკავებლის ველში ოფში მითითებულია. ნახე მაინც როგორ გიჩით პასუხის გაცემა, თქვენ არ ხართ ის პირი, ხო? მე ვარ ის პირი, რაც ოქროზე წერია, ბატონო, წერია, რომ მე შევადგინე ოქროს. ჩემი ტიტული. შეიძლება რასაც გეკითხებენ იმას. რამ შეუშალა დამკავებელ მოხელეს ამ შემთხვევაში ბერდია ფერაძეზეა საუბარი, რომელიც თქვენს სასამართლოში, რომ მას შეედგინა დაკავების ოქრო. როგორც აღვნიშნე მე და როგორც თქვენ წინა კითხვიდან გამომდინარეობს, პრაქტიკაში ყოფილა ასეთი შემთხვევები და ჩვენ ამ დროს ყოველთვის მსგავსი შემთხვევების დროს, როდესაც მით უმეტეს როცა პირადი ჩხრეკა არის პირთან ბრალდებულთან ჩასატარებელი შექმნილი, მე კიდევ ერთხელ გამოვიდოდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩხრეკა ითვალისწინებს პირის გაშიშვლებას თუ არ ითვალისწინებს პირის გაშიშვლებას. ჩვენ ამოვდივართ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე და კოდექსის იმ მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს იმავე სქესის გამომძიების მონაწილეობით ამ მოქმედების ჩატარებას, ჩვენ ვაყენებთ უპირატეს ადგილზე. კი, თქვენ ახსენეთ სამართლებრივი სიკეთე ეს არის. მაგრამ ნახეთ რა შეასახე, ალბათ მე სწორად ვერ ვაყალიბებ შეკითხვას. მე თქვენ გეკითხებით დაკავების ოქმზე და თქვენ პასუხობთ პირად ჩხრეკაზე. მე მესმის რომელიც ერთ ოფშია მოქცეული, მაგრამ ერთ ოფში შეიძლება 10 მოქმედება იყოს მოქცეული. ხომ ეთანხმებთ რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება დაკავება და ოქმის შედგენა და პირადი ჩხრეკა. მოდით ერთი წამით პირადი ჩხრეკა და ის დიდი სამართლებრივი სიკეთე, რაც თქვენ არჩიეთ ქალბატონი მზეასთვის გვერდზე გადავიდეთ. კი ბატონო. დაუბრუნდეთ დაკავების ოქმს. რამ შეუშალა ხელი დამკავებელ მოხელეს შეედგინა თავად დაკავების ოქმი? არა დაკავების ადგილზე გასაგებია, როდესაც შებრძანდნენ დაცულ პოლიციის შენობაში. უფრო მეტად არ არის იმპერატიული მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ის რომ პირი, რომელმაც ფაქტობრივად დააკავა, მან არ შეადგინოს ეს ოქმი. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ ამ იმპერატიული მოთხოვნის, ასე ვთქვათ, გადახვევა არ შეიძლება, ან შეიძლება. იქედან გამომდინარე, რომ ეს პრაქტიკული აპრობირებული მეთოდია და იმის გათვალისწინებით, რომ მომხდარ ადგილას ვერ მოხდებოდა ოქმის შედგენა და რადგან ეს ოქმი მოიცავდა არა ცალკე დამოუკიდებლად დაკავებას, არც ცალკე დამოუკიდებლად პირად ჩხრეკას და ერთობლიობაში უნდა ჩატარებულიყო ეს ორივე ოქმი უნდა შედგენილიყო ერთობლიობაში, აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გაწყობა. უფრო მეც გეტყვის, მე ოქმის შევადგინე, თუმცა მე პირად ჩხრეკა არ ჩამიტარები. პირად ჩხრეკა ჩაატარებ მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა. მოდით მივავალ, რატომ ჩქარო? ჯერ ისევ დაკავების ოქმზე ვარ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თქვენთვის 175 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა საკმარისად იმპერატიული არ არის და არ არის იმპერატიული. პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ. პრაქტიკიდან და დიახ, სამართლებრივი ნორმები. აი სამართლებრივი ნორმები ასეთი. კონკრეტულად შემიძლია საპროცესო კოდექსი მოგაწოდოთ, მხოლოდ სასამართლოს შესვენებაც გამოვაცხადოთ, რომ მოძებნოთ ის სამართლებრივი ნორმა, იმიტომ რომ მე ბევრი ვეძებე და მიუხედავად მცირე გამოცდილებისა ვერ ვიმოხდ ესეთი ნორმა. აი თქვენ ახლა რომ ზამეთ წინადად რომ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე რომელიც სამართლებრივი ნორმა გაძლევთ უფლებას რომ სხვა პირის მიერ დაკავებულსაც თქვენ მიგზავნეთ და რაღაც პერიოდის მერე ოქმის შეადგინოთ. სხვა ერთი წამი თავად. განმეორე იქნება ბატონოს. თამამა ბრძანწერა. თუ შეიძლება ბატონო ისე რომ არ უკანახოთ პასუხი. აძიდება კარგად. კი ბატონო, ისე დავა. მოცემულ შემთხვევაში წევანი შინაარსობრივად, აი კიდევ ერთხელ რა, აი ეს შეკითხვები, აი ეს კოდექსის თხოვება და რა მსგავსი ქმედებები, არა, ნახეთ, რომ არ ემსახურება ზოგადად სასამართლოსთვის რაღაცის გამოკვეთას აქ თვითობრივად, აი ძალიან აი სიკეთეთა მიმართები და შინაარსობრივად ახსენა თუ რომელი ნორმის, ანუ რა დადვირთვას ანიჭებენ უპირატესობას კონკრეტულ შემთხვევაში. იქ იყო საუბარი პირადი ჩხრეკის მარეგულირებელ ნორმებთან მიმართებით. ეხლა ციფრი თუ არ დაასახელა კონკრეტულად იმ ნორმის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. აქ საუბარი და სასამართლოსთვის პირველ რიგში ძალიან კარგად არის ასაგებები დარწმუნებული, ეხლა რაზე ვსაუბრობთ ჩვენ, ხო? ახსენა ის კონტექსტი და კონკრეტულად ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს აი ამ მოქმედებას
შეიძლება იმპერატიულად არ არის დადგენილი კონკრეტულ შემთხვევაში რომ ასეთი ტიპის მოქმედება მამაკაცად შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ისაუბრა ამ შინაარსთან მიმართებით, ხო? ეხლა რას ვეუბნებით, ეხლა რა შეკითხვა რაში მდგომარეობს, რომ ეხლა კოდექსში ნახოს ის ნორმა კონკრეტულად მუხლობრივად ის ციფრი, რომელზეც წერან ისაუბრა შინაარსობრივად. ანუ ეს არის კითხვის არსება ვეღარ. უნდა ზერო ნახოს დორბიკე, დიახ, რა მოძებს მესაუბრება იმის ციფრიც მაინტერესებს, იმიტომ რომ არ არის ხო და მე რო არ ვიცი მაგაშია საქმე, არ არის ესეთი ციფრიც. ანუ ირაჩიკას ინოვესკესის პირი ატარებს ეს ვიცი. აი ნახე თქვენს ვერ გაგებიეთ, ესე იგი, მესაუბროთ დაკავებაზე. დაკავებაზე? რო დაკავებელ მოხელეში რა იგულისხმება? მესაუბრობ იმას მარტივად რომ ვინც დააკავებს ის პასუხისმგებლობას მას საპროცესო. ანუ ეს პირველი მართლა მაინტერესებს პირველად ნახეთ სისხლის სამართლის პროცესში, რომ ფაქტობრივი დამკავებელი, აი გაცვის პოლიციელები ერთად ვისაუბროთ და მოგისმენთ. ფუნდობაზე რომ გაცვის პოლიცია აკავებს ხოლმე პირს საგინახო რომელ საქმეში და ასეულობით საქმეა, სადაც დაცვის პოლიცია აკავებს, რომ დაცვის პოლიციელები დაკავების ოფისარია. ეს იგი ასეულობით პრობლემა არია, როდესაც ეს პრობლემა პროცესში სისხლის სამართლის პროცესში თუ ამის მეტი პრობლემა არ აქვს, კარგად ქონია მაშინ საქმე. როდესაც ერთი გამოძიებელი და დამგავებელი მოხელე როდესაც დამგავებელი მოხელე ვალდებულია შეადგენს ოფიო და შეადგენს უბრალოდ წინამდე შემთხვევაში შეიძლება საერთოდ რატო შეწუხდით მისვლა დაერეკა მისთვის ტელეფონი თუ არ მახავს დაკავება და სახში შეადგენდა იმის გამოკვეთა რომ დაკავების ოფი შედგენილი და არაუფლებამოსილი პირის მიერ ამაზე კარგ პასუხს ამის საილუსტრაციოს ვეღარ მივიღეთ და ჭიდაობას ვარ დავიწყებ მართლა დარბაზში უკვე შეფასება განსაკუთრებელი იქნება და სხვა სასამართლოს უნებრივია სადაც რა ინსტანციებს ეს საქმე მოხდება. ერთი შეკითხვა და მე გავესწრები თქვენ შეტყობინება დაახლოებით 3 საათის ფარგლებში განახორციელოთ, თუმცა 3 საათი რო სრულდებოდა, უკვე 4 საათზეა შეტყობინება, პირველზეა დაკავება. რამ შეგიშალათ ხელი რომ მესმის რო ვალდებული არ იყავით გასაგებია, მაგრამ აი ზიხართ დაკავებულ პირთან, მეცნიერებია დაკავებულთან ურთიერთობა და 3 საათი არის ძალიან დიდი დრო. ზიხართ პირისპირ ერთ ოთახში თქვენ და ქალბატონი მზია. რამ შეგიშალათ ხელი რომ 3 საათის განმავლობაში არავისთვის არ გაგეგზავნათ ეს შეტყობინება და მხოლოდ 3 საათის თავზე ესო მინიმალური სტანდარტი დააწესა. ხომ არ გეუბნება თქვენ პროცესი რომ 3 საათი მინდა თუ არა დაელოდება. მე შეატყობინო 3 საათი რამ შეგიშალათ? 3 საათში ვჩავედი. ეგ არის პასუხი. გასაგები. ის თუ რას ვაკეთებდი მე კაბინეტში ქალბატონ ზიასთან ერთად, ეს მან ძალიან კარგად იცის. ძალიან კარგად იცის. რას აკეთებდა? ხელი არ შეგიშალოთ. არაფერმა ხელი არ შეგიშალოთ. ვატარებდით ეტაპობრივ საგამოძიებო მოქმედებას. იქნებოდა ეს ბადრაგირების საკითხის მოგვარება მისი იზოლატორის შემდგომში. იმპერიოს ამ ადვოკატი გეზეთის განსწრებული მაგაში ეს არის მალე პრაქტიკა, როცა დაიმალებიან გაუმძიებლები, ვერ ყოველდღე ადვოკატი ვერ არის. ადვოკატი ქალბატონი ზიასთან მეთანხმება, როცა ჩვენ კაბინეტში ვიყავდა, როცა ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია და ეს არ იყო ტელეფონით, შემომიხედა, ფიზიკურად შემოიხედა ადამიანმა და ვამცნო იმის შესახებ, რომ ადვოკატი მოსული იყო, დაუყოვნებლივ მივიღეთ ეს ზომები, რომ ადვოკატი ამოგვეყვანა და ამოვიდა კიდეც. ეს ფიზიკური შემოჭრეთვა რა დროს იყო? ვიღაცამ რო შემოიხედა და მითხრა? სად ნამდვილად ვერ გეტყვი, შემოჭრეთვა არ იყო, უბრალოდ კარი გააღო შემოვიდა და მაცნობა იმის შესახებ, რომ ადვოკატები იყვნენ და დამეშვა საშვი მათთვის. სავარაუდოდ იქნებოდა 3-დან 4-ის ნახევრამდე პერიოდი. თქვენი პირველ რიგში მოხდული ვარ ზიას ინტერესებს მაქსიმალურად თვითონისწინებდით. თქვენი ზიასთან კომუნიკაცია სად მოხდა შენობის რომელ სართულზე და რომელ ოთახში? დერეფანში მესამე სართულზე და მერე უკვე მესამე სართულზეა ჩემი კაბინეტი და ანუ პირველად ნახეთ მესამე სართულზე დერეფანში. ანუ მესამე სართულის დერეფნამდე რა მოხდა თქვენ არ იცით? კიბეებზე ვამოვიყვანო, გარეთ ველოდებოდი და დავიდე. არა, მესამე სართულზე. ხო, მეორეზე, პირველზე თუ რამე მოხდა იცი? არა, პირველზე ვიყავი, უბრალოდ ვერ შევხვდი ქალბატონ ზიას, ვიცოდი რომ პირველ სართულზე იყო, მაგრამ უკვე ხვდებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს და შესაბამისად. ზია არ გინახავთ, თორე თანამშრომლები გინახეთ. ზია არ გინახავთ, ზია ნახეთ მესამე სართულზე. დიახ. ზია რომ ნახეთ მესამე სართულზე, ანუ ვთქვათ გვიან მოხვედით, ისე ვიუბრუნდები იმ საკითხს. თქვენ სულ ამბობთ რომ მოგხვიშევათ, გინდა ფაქტობრივი დამკავებელი. და მოითხოვთ კანონის ნორმას, მაგრამ მე რა ჩვენს იურისტები ვართ, სხვა რამე ჩვენ არ ვიცით.
ფაქტობრივი დამკრავებელი, ასეთი საპროცესო, ანუ ოქროს საპროცესო მოქმედება ვიცი დაკავება, მაგრამ ოქროს შემდგენელის მიერ ოქროს შემდგენელი ასეთი საპროცესო მოქმედება არ ვიცი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ ვიცი. ხო და მიუხედავად იმისა, რომ ოქროში გაქვთ გრაფა, რაღაცა ფაქტობრივი დამკრავებელი და ასე შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ ოქროს ფორმა, ოქროს აი ყველას წავსებ. ეს რაიმე კანონით დადგენილი ფორმაა? დიახ, ძალებით დაკეთებული კანონით განართით. კანონის განართით. თქვენ ალბათ არაერთი მსგავსი დაკავების თუ პირადი ჩხრეკის ოქრი გენდა. რამდენი კანონება მინახავს მე ამაზე? და ან ოქრი კანონით საპროცესო კოდექსი გიდგეთ, სადმე გითითებთ ფაქტობრივი დამკავებელი და ოქროს შემდგენელი. ეს გამიჯნა მინდა გავიგო, რომ საპროცესო კოდექსში მითითებულია ის რეკვიზიტები, რაც დაკავების და პირადი ჩხრეკის შედგენისას უნდა მიუთითოს გამომძიებელმა. დიახ, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოფში არის ესეთი გრაფა, ეს ეხლა არ გაჩენილა. ალბათ მზიას დაკავებისას ეს წლები არსებობს, წლები ამას ვარ. კანონზე თხოვეთ, მითითება. არა, იცით რა, მე შემიძლია არ წეღა უსმინე ლექციას, როგორ იცავენ უფლებებს, პოლიციის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მაგრამ არ მაინტერესებს ეს როგორ იცავენ სამუშაოებს. მე კონკრეტულად ნორმა მაინტერესებს, არ მინდა ლექციის მოსმენა. კანონის ნორმა მინდა. ნახეთ, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოფი, ისევე როგორც სხვა საგამოძიებო მოქმედები შეიცავს გარკვეულ რეკვიზიტებს. სავალდებულო რეკვიზიტები დადგენილი აქვს საპროცესო კანონმდებლობის კოდექსში. ის რომ 5 თუ 6 გვერდიანია და ოქროს ფაქტობრივი მე მეკითხები ფაქტობრივი დამკავებელი მიმითითეთ ნორმა აი ამ კოდექსში ჯერ კიდევ თუ კითხულობთ საერთოდ მიმითითეთ ნორმა საერთოდ მოგმართავთ რომ შევჩერდეთ. ამ ფორ ერთი წუთით. მაქსიმალურად ვცდილობ არ შეგიშალოთ ხელი, უბრალოდ ამ ფორმატს ვერ მივიღებთ ახლა. ვერ ვიკამათებთ კითხვების დასმის პროცესში. ვიცნობთ განდიდების საკითხს, ვისმენთ სმენის კულტურას და აუცილებლად ეს ვალდებულება ჩვენ ყველას გაგვაჩნია ამ სიტყვის დარგში. ამიტომ ერთხმაში არ ვისაუბროთ. ვუყოთ რომ მე იმ კითხვაზე მივიღო პასუხი და იმაზე მოწმეს რაზეც უნდა, ხო სწორია? კაბდობაია, მოწმეს წინასწარ სასამართლო ვერ განსაზღვროს რაფასო შეიძლება პასუხო. ჩვენ უნდა დაეხმაროთ. მე უნდა მოვისმინო პასუხოს. კაბდობაია, მე უნდა მოვისმინო თქვენს დასმულ შეკითხვაზე. ჩემი კითხვა ახლავთ აი კაბდობაია ერთი წუთით ერთხმაში არ ვისაუბროთ. თქვენ დასმულ შეკითხვაზე უნდა მივიღო პასუხი. თუ თქვენ მიიჩნევთ რომ ვერ მიიღეთ პასუხი, კიდევ გაქვთ ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა. ისმენთ თავიდან. მე მაინტერესებს კანონის ნორმა მიმითითოთ, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გვეუბნება ფაქტობრივი დამკავებელი და ნამდვილად ისე დამკავებელი, აი ეს ერთი ნორმა მიმითითეთ, სადაც კოდექსი ამბობს, რომ ფაქტობრივი დამკავებელი სხვა არის და ოქროს კიდე ადგილს ვიღაცა სხვა. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით იქნება შემდეგი. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი შეიცავს უამრავ რეკვიზიტს. ამას ვამბობდი და ამასვე დავასრულებ. ამ სავალდებულო რეკვიზიტებზე მითითებულია საპროცესო კოდექსში. იცით რა არის საპროცესო კოდექსში? თქვენ ვერსად ნახავთ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ დაკავების ოქში უნდა მიეთითოს მაგალითად ბრალდებულის რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, თუნდაც ბრალდებული სამუშაო ადგილი, ან თუნდაც მისი საკონტაქტო ტელეფონი. მაგრამ სავალდებულო რომ არის მისი ახლონათესავის და ოჯახის პასუხი ის არის რომ მე ვაფრთხილ ის ნორმა მიმითითეთო და მოძრა პასუხი კოდექსში წერია ესო მისამართი არ მაინტერესებს. და აგრძელებს კაბდომაია რომ საპროცესო კანონმდებლობა შესაძლოა ზუსტად არ შეიცავს და ჩამონადოს, თუმცა გადადის იმ დანარჩე, რაც ის ზუსტად არ იცავს ამასო? აი ეს გზადები? არა, თუ დაასრულებია, გავიგებთ, მაგრამ ავახსენებ მომენტზე საიდან სამაწყვეტინეთ და ვამბობ რომ აქედან გამომდინარე რაც მე ჩამოვთვალე მოთხოვნები ეს შეიძლება საპროცესო კოდექსში სრულად არ იყოს, მაგრამ ეს ინფორმაცია დაკავების და პირადი ჩხრეკის ოფში იწერება. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ კანონს ვარღვევთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ამის იმპერატიული ჩანაწერი კანონში უნდა არსებობდეს. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი 14 წელი ამ რეკვიზიტებით ივსება და ალბათ მომავალშიც ასე შეივსება. დიახ, ითვალისწინებს ფაქტობრივი დამკავებლის როლს
ფაქტობრივი დამკავების ინსტიტუტს იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვანაირი სახის შემთხვევები ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დანაშაული არ არის ერთი კონკრეტული ხასიათის. თუნდაც ის, რომ დანაშაულიზე ან ფაქტზე წასწრება მოახდინა დაკავება პირმა, რომელიც შესაძლებელია იყოს მოხელე, მაგრამ მას არ ჰქონდეს უფლება შეასრულოს თოქმი. თუმცა მსგავს პრაქტიკულ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება წავაწყდეთ. აქედან გამომდინარე, თუნდაც ამ პრაქტიკული შემთხვევებიდან გამომდინარე და ის, რომ ეს არ წერია საპროცესო ნორმაში, როგორც სხვა დებულებები, რაც მე ჩამოვთვალე, სრულიად სამართლებრივი ეს ჩანაწერი არსებობდეს და მე ვფიქრობ, რომ სრულიად სამართლებრივად კანონის სრული დაცვა მოხდა ამ კონკრეტული ეხლა მე მაინტერესებს ძალიან რომ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირებიო. აი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ვინ არიან? როდესაც სხვა აკავებს და სხვა ადრეს ოქმს. არის შემთხვევები, როდესაც კანონის ნორმა წერა ვერ მივიცით, ეხლა ისევ კანონის ნორმა. ოქმის შედგენი პირები ვინ არიან? ანუ სხვა ვაშავებს და კანონით უნდა მოუგნება რომ კი შეიძლება სხვამდე აკავოს, მაგრამ არ მოხელებს შეუძლიათ ოქმის შეადგინა. კი ბატონო, როგორც დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რისი ფაქტიც მე პირადად პრაქტიკაში არაერთხელ მქონია. ის არ არის გამოძიების მაგალითი, მაგრამ ეს შემთხვევა არ მქონდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს კანონით თუ პრაქტიკით, რაც მათ აქვს გადადგილი პრაქტიკაში. ის პრაქტიკაში ესა თუ ის საკითხები, რაც ჩვენ ხდება ყოველდღიური საქმიანობისას, მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, მორგებული იმ ძირითად სამართლებრივ ნორმებზე, რითაც თქვენ ვთვალებთ. და სრულიად არ ეწინააღმდეგება ეს კონკრეტული შემთხვევა საპროცესო კანონმდებლობას. თქვენ ბრძანეთ, რომ განმარტეთ დაცვის უფლება. დიახ. ხო? და მზიან გითხრათ, რომ არ საჭიროა ადვოკატი. და არც იქ კომუნიკაციისას სანამ არა, გითხრათ, რომ არ საჭიროა. არა, განემარტა ყველა უფლება, გაეცნო ოქმი თუ რაზეც იყო შედგენილი მისი უფლებებიც და არც ამ ოქმის გაცნობისას ჩემს მიერ და როგორც მე ვიცი ფაქტობრივი დამპყრობელი პირების მიერ, არც მაშინ არ შემდგომ ჩემთან კომუნიკაციისას მას არ გამოუთქვამს, არც თავის ინიციატივით სრული და არც ჩემ შეკითხვაზე მოუთხოვი ადვოკატი. არა, ნახეთ მე რა გეკითხები. მე გეკითხები, თქვენ უფლებას როცა გამომარტავთ, ეკითხები საჭიროებს თუ არა, ხო? იმიტომ რომ რაღაცა კომუნიკაციის საშუალება, ბრალდებულს არ აქვს კომუნიკაციის საშუალება. იქიდან ხვერი ყინებს და ვერ რააგოთ ადვოკატი გამომიგზავნეთ. თქვენ თუ რა არ კრიეთ ადვოკატი ჭირდება, ის კი არა კანონში ეს უფლებები წერია, ანუ მას თუ მან გასაგებად არტიკულირებულად თუ გითხრათ, რომ მას დაცვა არ ესაჭიროება ამ საქმეში. დიახ, ჩვენ შეკითხვაზე მან თქვა არა, უფრო მეტიც მე. წერან არ მითხარით ესე, წერან თქვით, არც ის უთქვამს, არც ეს უთქვამს. ადვოკატს უფლება განემარტა, მას სამედიცინოს განემარტა ადვოკატს. ყველა უფლება ესეც ერთ-ერთი უფლებაა ბრალდებულის, როგორც სხვა უფლება, ისე განემარტა. უარი თქვა. უარი დაცვაზე? დიახ. უფრო კარგი, თავდამზია ერთი წელი. კარგი. ეხლა რა მაინტერესებს, იცით? წერან თქვით, რომ ჩემთვისო არ იყო ცნობილიო. თქვენი ხარჯები დამარტებებისას თქვით, რომ მე ჩემთვისო არ უცნობებიათ, რომ ადვოკატებსო ჰქონდათ სურვილიო. და ვის უნდა ეცნობებინა? ანუ მზია მათთან კომუნიკაციას ვერ დაამყარებდა. ანუ თქვენ ხართ პროცესის წარმოებელი პირი, ვინც უსაზღვრავთ უფლებას, ხო? შესაბამისად თქვენ ხართ ის პირი, ვინც ვალდებულია უზრუნველყოს ის, რაც წერია კანონში. ანუ კანონში ეს ფორმალურად წერია, რომ სავალდებულო დაცვა სხვა რამეა, მაგრამ თქვენ ხართ ის პირი, რომ განუმარტოთ და უზრუნველყოთ კიდევაც და თქვენ ამბობთ, მე არ გამიგია, ჩემს არავის არ უყურებთ, ბოლოს ვიღაცამ შემოიხედაო და ასე გავიგებდა. ვის უნდა მოეხდინა აი ამის უზრუნველყოფა თუ არა თქვენ? ადვოკატთან დაკავშირებით მე გავაკეთე განმარტება კიდევ ერთხელ გავაკეთებ, რომ გარდა იმისა, რომ მე ვთქვი, ჩემთვის არავის უცნობები, იქ მე სხვა განმარტებებიც გავაკეთე. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან. არ იყო ვის უნდა ეცნობებინა? არ იყო სამკითხვა ეგა. როდესაც ვაკავებთ დაკავებულს, როდესაც ვაკავებთ პირს, არის შემთხვევები, როდესაც მოდის ან ოჯახის წევრი რეკავს, ან მოდის უშუალოდ შენობასთან, ატყობინებს იქ მყოფ ადამიანს, შემდგომ ის არყევს, უკავშირდება გამომძიებას. სხვადასხვა წყაროებით, ამას მე კონკრეტულ ხალბატონის ზიარ შემთხვევაში ვერ გეტყოდით, ვინ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ბრალდებულთან დაკავშირებული პირები, უშუალოდ ადვოკატი, უშუალოდ მისი ოჯახის წევრები თუ ასე შემდგომ. თუ მეკითხები თუ ვის გულისხმობ,
გულისხმობ ყველა იმ პირს, ვისაც შეეძლო მოემართა ზიას ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენთან არ შემოსულა მსგავსი მოთხოვნა, როცა შემოვიდა ჩვენ დაუყოვნებლივ დავუშვით ადვოკატის. ეხლა რა მაინტერესებს, თქვით რომ რაღაც სხვადასხვა მოქმედებებს ვატარებდითო, ეს ჭრეკა და დაკავება გავიგეთ, შემდეგ სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით და გამოკითხვა ვაწარმოებთ თუ ადვოკატებთან ერთად, მაგრამ ეს არის გამოკითხვა არა, ფაქტურად, ხო, გამოკითხვაზე უწუთას კი ბატონო განაცხადა, მაგრამ გადაყავდაო, ანუ არც ელოდებოდით, ხო, ეს адვოკატები გამის 4 საათზე შემოვიდნენ. ადვოკატები როცა 4 გამოკითხვა შეიყო, რომ არ იყო გამოკითხვა. ხო, და გამოკითხვა ჩაატარა, გამოკითხვა ვერ ჩაატარა. ანუ მან ასე ვთქვათ, გამოიყენა დუმილის უფლება. და მანამდე თქვენ იცოდით დუმილის უფლებას იღებდა თუ არა? იქიდან გამომდინარე ვისი პოზიცია რაცვის ოდიცების სიტყვა, თუნდაც ოქთან მიმართებაში ბუნებრივია ვივარაუდეთ, რომ მისი უფლება იქნებოდა შესაძლებელია გამოყენებულიყო ეს, თუმცა თუ ადვოკატებთანაც გაიარა კონსულტაცია. ადვოკატები 4 საათზე შემოვიდნენ და მანამდე 3:30-დან 4:30 იყო დაახლოებით. 4:30 არ იყო 4-ისკენ არის, მაგრამ დროს არის თქვენი 03:27-ზე გაკეთებული სატელეფონო შეწყობინება ოჯახთან. იმიტომ რომ ამ დროს ადვოკატებთან კონსულტაციას გადიოდა, მე ხო იქ არ ვიყავი დავტოვეთ მარტო. თქვენ ბრძანეთ წერან, რომ ბრალდებულის დაკარგვა, რომ მისი პირადი ჭრეკა მე არ მიწარმოებიაო. კარ არის მითითებული, ვინც აწარმოა. ცირა ჩოგაც. ბატონო? ცირა ჩოგაც. ცირა ჩოგაძე მაწარმოა მისი პირადი ჭრეკა. კი ბატონო. ეხლა ასეთი რამე მაინტერესებს. აქ მითითებული გაქვთ, რომ მან უარი განაცხადა ნებაყოფლობითო ანუ რაღაცას ეძებდით და რას ეძებდით არ ვიცი, მაგრამ ნებაყოფლობით მაგ წარმოდგენაზე უარი განაცხადაო და რას ეძებდით, რისი ამოღება გინდოდათ და რაზე განაცხადათ უარი, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა. მხოლოდ მის ნივთებზე საუბარი სხვა რაც მასთან ექნებოდა, მე ხო არ ვიცოდი მას რა ნივთები შეიძლება ქონოდა. ანუ ამ ნივთების წარმოდგენა შესთავაზეთ და უარი გითხრათ, ხო? არა, წარმოადგინა თავისი ხედი წარმოადგინა. მაგრამ არ იწევიათ მონიშნული გაქვთ, რომ უარი განაცხადა მათ ნებაყოფლობით წარმოდგენაზე. შეიძლება ტექნიკურ იყოს, არანაირი წინააღმდეგობა არ გამოწევია ნივთებთან დაკავშირებით, თავისი ხელით მოგვაწევთ. რომ უნდა მეკითხა რა ვიცი. არა, არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა ნივთებთან დაკავშირებით, თავისი ხელით. ესეთი კითხვა მაქვს, თქვენ ბრძანეთ, რომ მისი სრული გაშიშვლება არ მოხდარაო, მაგრამ მე მაინტერესებს, როგორი გაშიშვლება მოხდა. თუ საერთოდ არ მოხდა. ეს ვერ გავიგე. სრული გაშიშვლება გულისხმობს სრულიად. ვიცით და აი არასრული რა? არასრული იმ სხეულის იმ ნაწილებზე, რაც მაგალითად ზედა ტანით არის დაფარული, იმ ნაწილების წამოწევა და არა ვთქვათ გაშიშვლება მთლიანად, რაც უბრალოდ თვითონ ქალბატონის ზეაც იცის. ზედა ტანის წამოწევა გააკეთეთ, ამ ზემოწელზევით გაშიშვლეთ? დიახ, მცირე ნაწილი სხეულის მცირე მუცლის და ზურგის ნაწილი მხოლოდ. ხრები დატოვეთ, ჩაცმული და კლავები აიწია როგორც მახსოვს. მხოლოდ მუცლის და ზურგის ნაწილი და კლავები აიწია. ზიანებები აქვს ხრებზე და მკერდის მხოლოდ ამ ნაწილებში მოხდა თვითონაც როცა შევთავაზეთ და თვითონაც გამოთქვა სრული რომ არ იყო ეს საჭირო თვითონაც გამოთქვა ასე ვთქვათ უკმაყოფილება ამ სრულ თუნდაც გაშიფრებასთან დაკავშირებით და ჩვენც ასე ვთქვათ მხოლოდ ამით შემოვიფიქრეთ რაც გარეგნული დაზიანებით ჩვენთვის თვალით გაშიფრების გარეშე შესაძლებელი იყო ნახვა. მესმის ეს რომ თქვა სახეზე არ ქონდა რა მუცელზე თუ არ ქონდა. დავიცი რომ მუცელზე რა ზომიჩია მოწმეთ, მაგრამ არ ქონდა მას დაზიანება, იმიტომ რომ იზოლატორი აფიქსირებს. და მხრებს აფიქსირებს და მინდა მივხვდე ის სანახელო გაშიშვლება, რომელია მხრები რო არ ჩანს და ეს რო არ ჩანს და რა ადგილი. მე როგორც ვთქვი, ეს იყო მუცლის და ზურგის ნაწილი და კლავები. თვითონ გაშიშვლებაზე თვითონ განაცხადა უარი. ახლა ასეთი რამე მინდა ვკითხოთ. ეს მარკ წესრიგის ოფიცერი გამოძიებელი არ არის ცხადია. არა.
ესე თქვენ შემდგომში უშუალოდ გავიგე რომ იქ არავინ არ მოგეწოდათ ინფორმაცია. შემდგომში ხო არავინ მოუწოდებია თქვენთვის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი თქვენ თვითონ თქვით რომ შეიძლება ესეც კი მომაწოდე ინფორმაცია, რომ ადვოკატები მოვიდნენ დაწესებულებასთან და ითხოვდნენ შემოწმოს და აი ეს მითხრან. და ესე შემოუშვა ადვოკატები. შემდგომში ხო არავის უთქვით თქვენთვის რომ აი ადვოკატები მოსულები და არ უშვებდნენ. შემდგომში ანუ პროცესი რო დასრულდა? არა. არა. პირველად არ მოსულა. არავინ არ მოსულა. არა. კი ბატონო. ესე იგი ინფორმაცია იმაზეც არ გაქვთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციიდან შესაბამისად არანაირი ინფორმაცია არ მიიღეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. კარგი. რო დავაზუსტოთ ხოლმე თქვენ მიბრძანებული ხართ ადგილზე როგორც თქვით დაკავებიდან რა თქმა უნდა შეიყვანეთ რაღაც პერიოდი გავიდა შემდგომში თქვენ დაგირეკეს და თქვით რომ მივედიოთ დაახლოებით 9 საათში ხო ეგრეა? კი. დაახლოებით 9 საათში მივედიო მეო და 9 საათში როდესაც თქვენ მივედით საიდან შეხვედით თუ საიდან არ ეს რამდენიმე შესაძლებელია გამას ამ დაწესებულება და უპროცედურა პოლიციის დეპარტამენტს სავარაუდოდ საპატრულოს საიდანაც დავდივარ ხოლმე მეორე შესაძლებლობებში არა ცენტრალურიდან არამედ საპატრულოს შესასვლელიდან. კი ბატონო. საპატრულოს შესასვლელიდან ეს ხო არ გვერდითა შესასვლელადაც ხო არ მოიხსენიეთ? იცით როგორ არის იქიდან გამომდინარე რამოდენიმე ადმინისტრაციული შენობა გათავისუფლებული. ეს არის მათი ცენტრალური შემოსასვლელი, ანუ საპატრულო პოლიციის. აი უფრო კონკრეტულ მეტად შევეცდები რომ დაგიკონკრეტოთ. სადაც ბატონი გელას კაბინეტია, სადაც ქალბატონი მზია ყავდა, სადაც სახელმწიფო მეშტობა ერთი წამით ეხლავე ჩავხდა. სადაც ქალბატონი მზია ყავდა, სანამ პირველ სართულზე ეკითხები? სანამ თქვენამდე ამოიყვანეთ, მანდრო შესასვლელი, მაკედონ ხომ არ შესუხეთ? იცით როგორ არის, ჯერ არის საპატრულო შენობა, რაც საიდანაც მე შემოვედი. ეს ეზოს შიგნით დგას ის ადმინისტრაციული შენობა, სადაც ქალბატონი მზიაც იმყოფებოდა და სადაც ის შიგნით დგას, ასე ვთქვათ. ახლოს არ არის შესასვლელი ეზოსთან, ისე როგორც მაგალითად საპატრულოს ადმინისტრაციული შენობა. სამწუხაროდ სხვა რამე კითხეთ. იმ შესასვლელიდან ხო არ შეხვედით, სადაც თქვენთან ამოვანებდა ქალბატონი მზია ყავდა, აი სადაც ის ოთახია კონკრეტულად. სადაც დამკავებლება სადაც შეიყვანს იქიდან არ შესულა. იქიდან არ შესულა. ანუ იქ არ მოხვედით, იქიდან არ შესულა. კი ბატონო. და კიდევ ერთი პატარა კითხვა მექნება, რამდენი ხანია დაახლოებით, რამდენი ხანია თქვენ რაც აღნიშნულ პოლიციის დეპარტამენტში არის თქვენი სამუშაო კაბინეტი ამ შენობაში მუშაობთ. ამ შენობაში მუშაობ 2017 წლიდან. კი ბატონო. საკმარისი. ერთი კითხვა და დავასრულე. თქვენ რატომ ჩაატარეთ მისი პირადი ჩხრა? რადგან მონაწილე მყავდა მე ოფიცერდი ის. უბრალოდ ატარებდა ჩხრიკას. კარგი, თან მე რატომაც კითხეთ ახლა 2017 წლიდან რომ მუშაობ. ესეთი კითხვა მაქვს. ინფორმაცია ხომ არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით? შიდა ტერიტორიაზე პოლიციის დეპარტამენტის არის თუ არა სანუ დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერა? არ მაქვს. ანუ საერთოდ სამი არის თუ არა არ გაქვს ინფორმაცია? არის. შეიძლება იყოს მე არ ვიცი. ნუ შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ არის. კი ბატონო, მადლობა. არა. კაპიტანზე. ბატონო მოსწავლე, ხანჯრები დავხუროთ. გაიგეთ კაპიტან თამაში? კი, დაახლოებით ჩემს კაბინეტში იქნებოდა 2:15 რუაკლე იმ მომენტიდან 5-ის ნახევრამდე ან დილის 20 საათამდე. ზუსტ დროს ეხლა ვერ გეტყვით. სავარაუდოდ ეს მონაკვეთია. ანუ თქვენ დაახლოებით 3 საათი თქვენს კაბინეტში ვიყავით. კი, შეიძლება 2 საათი ნახევარი. თქვენს ოთახში როცა შემოვედი, მარტო იყავით თუ იყვნენ კიდევ სხვა კაბინეტები? მე კაბინეტი რომ მოვხსენი დაკეტილი იყო და მარტო ვიყავი შესაბამისად თქვენ შემოგაცილეს ვარწესრიგის თანამშრომელმა იქ იყვნენ არავინ არის. მე როცა შემოვედი იქ უკვე ბადრაგიც იყო თქვენს ოთახში. ბადრაგიც მოვიდა შემდგომ. ეს უკვე იზოლაცია შემომიყვანეს. არ ვიცი თქვენ ბადრაგს ვისკუცხოთ. თქვენ როცა შემოვედით ჩემს კაბინეტში არავინ არ იყო, იმიტომ რომ მე გავხსენი გასაღებით იქ არავინ იმყოფებოდა. ჩხრეკის და ბორკების დადებას დადების ესე ვთქვათ ბრძანება ვინ მოგცათ ჩემს სახელით და გვარშიშება. ბრძანება ესეთი ხელბორკილის დადებას დაკავშირებით ზოგადად არ ხდება და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა.
იქიდან გამომდინარე რომ პირი იყო დაკავებული ოქმით შესრულებას. თქვენი გადაწყვეტილება. დიახ, ოქმით და ხელბორკილის დადებაც. ხელბორკილის დადება ბუნებრივია, იმიტომ რომ ოქს მე თვითონ ვადგენ პირი უნდა გადავიყვანო იზოლატორში და ხელბორკილით მას უნდა დაედოს. ეს რა თქმა უნდა არის სავალდებულო ზოგ შემთხვევაში ეს პოლიცია თავისი დისკრეციიდან გამომდინარე იყენებს ამ შემთხვევას, თუმცა ვინაიდან ბადრაგირების პროცესი უნდა დაწყებულიყო, ხელბორკილი აუცილებელია ამ დროს ბრალდებულს. მე შემოვიტანე ხელბორკილი და ვინ დამატა ერთ-ერთმა ბადრაგმა მოიტანა, იმიტომ რომ მე პირადად არ მქონდა და საიდან მოიტანა, ეგ არ ვიცი. ორი ბადრაგის, ორი თანამშრომელი იყო, კონკრეტულად ვერ ვიხსენებოდ, ამ ორიდან რო ვეცარ. თქვენი გადაწყვეტილება იყო არამხსოვანებია თქვენი ოთახში შემოვიდა და სხვა ხელბორკილი არ ხდება არასოდეს რომ დაკავებულს ხელბორკილი დაედოს ამის ბრძანების გაცემას თუნდაც სიკლიერად ამხმედეს წერილობით არ ითვალისწინებს ჩვენი საქმიანობა. და ვინ დამატა ხელბორკილი უშუალოდ? ერთ-ერთი ბადრაგის თანამშრომელი უნდა როგორც გითხარი და არა ბადრაგი იგივე ჩვენი თანამშრომელი უბრალოდ ის პირები ვინც ბადრაგირება უნდა უზრუნველყოთ კი ერთ-ერთი იყო მაგრამ ვერ ვიხსენებ შეცდომაში რომ დეტალურად გაიხსენოთ. აიკო ვინაობას ვერ გეტყვით ბადრაგი ვინც მოახდინა ბადრაგი ვინაობას აი როგორ გეტყვით კი ბადრაგირება კონკრეტულად მე რამე წინააღმდეგობა გაგა არა წინააღმდეგობა რაიმე არანაირი წინააღმდეგობა არ იყო თქვენი მხრიდან ისიც მახსოვს რომ მიმართოთ რომ ეს არის დაკავებულის აუცილებელი ასოს პოლიცია სპეციალურ საშუალებებს ამ შემთხვევაში ხელბორკის იყენებს დაკავებული პირის ბადრაგირებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას და ამას მოიცავს ასე ჩვენი საქმიანობა კონკრეტულად ის მოქმედება და ის სტატუსი რაც იმ მომენტისათვის ჰქონდა მე მაშინაც გაგიმარტეთ და მესმის რომ ეს მაშინაც თქვენი მხრიდან უსიამოვნო იყო ეს ხელბორკილი წინ დამადეთ თუ უკან ყუი ხარ, ხო იცით რომ არ ყუი ვარ, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ რომ უკან დაგადეთ და გოგონაც ბადრაგის თანამშრომელია. გოგონაც ბადრაგის თანამშრომელი და უფრო მეტიც ყველა იმ მოქმედებისაც რაც შემდგომ საჭირო იყო თქვენ ხელბორკილი მოგხსნეს ხელის მოწერის დროს საპირფარეში გასვლისას და წლის დალევისას ხელბორკილს არ შეუძლია ხელი იმაში მოვედით შემდეგ საპირფარეში აღარ გასულა. თქვენ როცა ჩემ ოთახში შემოხვედით ეგრევე გაგიყვანეს თანამშრომლებმა ორმა მარწესრიგის გოგონამ საპირფარეში რომელიც ჩემი კაბინეტის წინ არის. ჩემი კაბინეტის წინ არის საპირფარეში. იდეებზე დერეფანში ან თქვენს ოთახში ვიდეო თვალი თუ არსებობს? არა. არა თუ არის. შენობაში არ არის თქვენ მითხარით გარე პერიმეტრზე. დერეფანში თუ არის? ჩემთან არ არის ჩემს კაბინეტთან. მესამე საფუძველი იდეებთან თუ არის? არ ვიცი ვერ გეტყვით. მაშინ და მოსამართლე შეუძლიათ ყველაფერი ლაპარაკოს და დაიჭიროს. მე დასრულებული მქონდა უბრალოდ გადააკეთა თავის პასუხი. არა დავაკეთე მითხარით გარე პერიმეტრზეო. გარე პერიმეტრზე. არის არ შემოვა კაბინეტში უბრალოდ თავიდან თქო. შეიძლება წერა მე შემეშალა. შიდა პერიმეტრზე. ძანებებს აძლევდნენ. რა უნდა გაიკეთებინა? მათ შორის უკარებენ რაზე. არაფერს ხელბორკილის დაგიცნო ჩხერისას. საკამოწმებები არაფერი ჩატარებულად და ჩემთან ბრძანების მოცემის სავალდებულობა არც კი იყო რომ ყოფილიყო. გავიგეთ რომ ყველაფერი კანონით ჩატარეთ დისკრეციული გადაწყვეტილება მიიღეთ მე შემეშალა წერა კითხვის დასაცავად და გარე პერიმეტრზე კითხეთ და ეხლა გამოვასწორებ. აი შიდა პერიმეტრზე პოლიციის დეპარტამენტი სადაც ამდენი წელია მუშაობ არის თუ არა შიდა სათვალთვალო კამერები. ნახეთ თვითონ შენობაში ჩემს სართულზე სადაც მე ვარ მესამე სართულზე კაბინეტთან კაბინეტის შიგნით დერეფანში არ არის. ეზოში დგას სამი შენობა. ეზოში გეკითხეთ. ხო და ანუ ესეც არის ჩვენი ეზოს ადმინისტრაციული შიდა მე გეკითხე შენობაში შენობაში ჩემს სართულზე მესამე სართულზე და კაბინეტთან არ არის. როგორც შენობას მარკო თქვენი პირველ სართულზე არა. სართულზე მაგალითად მაგალითად პირველ სართულზე. პირველ სართულზე არ ვიცი ჩემი საგამოძიებო სამმართველო მხოლოდ მესამე სართულზეა განლაგებული იქ არ ვიცი. ანუ სხვაგან არის თუ არა არის? მაგრამ მესამე სართულზე რომ არ არის ნამდვილად. არა, იმიტომ რომ იქ მუშაობდა ვიცი. გავრიგეთ მუშაობდა. გავაბონდა ერთი შეკითხვა და დავასრულებ ალბათ ხელბორკილი რამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა დადებული კალორიაზე? დაკავების ოქმის შედგენის როცა დასრულდა დაკავების ოქმის შედგენა იმის შემდგომ უკვე როცა ჩემი კაბინეტიდან გავიდა ანუ ბადრაგირების პროცესი როცა დაიწყო სულ რაც ქალბატონიცია ჩემს კაბინეტში იმყოფებოდა როგორც ვთქვით ანუ გეტყვით რა პერიოდში იმყოფებოდა და ზუსტად კონკრეტულად რამდენი წუთი ეკეთა ხელბორკილი რამდენ ხანს ედო მარტივი შეკითხვა თქვენ იცით რამდენ ხანს იყო თქვენთან დაკავების ოქმი დასრულდა და ხანში დაედო ამის შემდგომ და
დაახლოებით 4-დან 5:30-მდე იქნა ბადრაგიები. ეს ყველაფერი. რამდენი ხანი გაგრძელდა? ეს იყო 5 წუთი, 10 წუთი, 2 საათი. არა, 5 წუთი და 10 წუთი არ გაგრძელებულა ნამდვილად. უწყვეტად გაგრძელდა პროცესი, როცა ოქმის შესრულება დამთავრდა, ალბათ 2 საათი, 2 საათი, 2 საათი. თქვენ დადასტურებთ, რომ 2 საათის განმავლობაში ქალბატონი მზია ოთახში იმყოფებოდა ხელმოკლედ დადებული. დიახ. აი, ეხლა წესებზე ვისაუბროთ. ამ 2 საათის განმავლობაში, როდესაც ქალბატონი მზია, რომელიც ახლა დიდი ფიზიკური შესაძლებლობებით ალბათ განსაკუთრებული არ გამოირჩევა. მას ასევე ოთახში არიან სხვა ბადრაგირებას ახორციელებენ თუმცა პოლიციის თანამშრომლები. სულ სამი თანამშრომელი დამკავებელი პირები შემოდიან პოლიციის მესამე სართულზეა, ქვეშ 2 სართული ეზო პოლიციელები და პანჯარაც, კი ბატონო. ხო ხელმოკლე ხელშეუშვია. აი რა უცნობობა იყო რომ ეს შეზღუდვის ბადრაგირებისას მესმის წესია დადგენილია მინისტრის ბრძანებით და ბადრაგირების დროს აუცილებელია ხელმოკლე. 2 საათი ოთახში ზედამხედველობის ქვეშ ზურგს უკან შეკრული ხელებით ქალბატონი მზიას ყოფნის რა აუცილებლობა დაინახეთ თქვენ? ვინაიდან ხო თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? უკანო გადაწყვეტილებას ხო არ მიიღებთ? ამიტომ რის საფუძველზე მიიღეთ და რა საფუძველზე დაინახეთ? ხელბორკილი როგორც სპეციალური საშუალება ჩემს მიერ ყველა დაკავებული შემთხვევაში არის გამოყენებული. მიუხედავად იმისა, ეს პირი იყო იცით რა არის გვაქვს პოლიციის შესახებ კანონი, სადაც წერია ზოგადი განმარტება ხელბორკილის გამოყენების. დიახ, მე პრაქტიკაზე გეუბნებით, რომელიც მორგებულია ამ ძირითად სამართლებრივ ნორმებთან. ამ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ყველა დაკავებულ პირს მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მზია ბრალი არ ედებოდა და დაკავებული არ იყო თუნდაც ტერორიზმის ბრალდებთან, რაიმე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით და ასე შემდგომ. პირველ რიგში პირის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება, როცა პირი არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში შესაძლებელია უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხელბორკილი ედება როგორც პირის თავად დაკავებული პირის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისე შენობის ოთახში მყოფი პოლიციელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. დიახ, თქვენ მე ვახსენე ფანჯარა. ხელბორკილი შესაძლებელი იყო ფანჯრიდანაც გადახტობა მითხარ, მაგრამ ფანჯარა იყო გაკეტილი. დიახ, ხელბორკილი ხელს უშლის, რომ ფანჯარა ხელბორკილი ხელს უშლის ზუსტად იმაში, რომ თუნდაც ეს მოქმედება ქალბატონი მზიასგან არ ყოფილა მართალი ეს ცელობა მის მიმართ, მისი მხრიდან არც აგრესია ყოფილა ან რაიმე ისეთი ფიზიკური მოქმედებები, მაგრამ ისევ თქვენ გაგეცინება და ისევ პრაქტიკას მიმართავ, როცა პირები დაგვიკავებია საერთოდ არაძალადობრივ ქმედებებზე, მაგალითად აღლითობის ფაქტზე, მაგალითად სხვა ფინანსური დანაშაულის ფაქტზე და როცა ქონია ცელობა იმისა, რომ თუნდაც თავი დაეზიანებინა. აქ შემთხვევაშიც საქმე ქონდა გამოძიება დაწყებულიყო პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე. ეს რისკები მე შევაფასე ისე, რომ მისთვის ხელბორკილი გამეკეთებიათ, თუმცა არამც და არამც. მაშინაც განუმარტე ქალბატონ მზიას და ეხაც ეს არამც და არამც არ ემსახურებოდა მის დამცირებას, მას ხელი არ ეშლებოდა იმაში, თუმცა ელემენტარული საჭიროები წყალი იქნებოდა საპირფაშო ხელის მოწერის დროს ჩემს კაბინეტში წყალი გამოვიტანე მაცივრიდან დაგიდევით წინ და გითხარით, როცა დაგჭირდება დალიეთმეთ. თქვენ ეს ძალიან კარგად ვთქვათ, ჩემი ფორმა და სამსახურებრივი ეს ღირსება და მორალი მე იმის უფლებას არ მაძლევს, რომ მე წყლის დალევაზე რაიმე განმარტება გავაკეთო და რაღაც თავი შევიქო. არა, ხო და იმის აპელირება ჩემი მხრიდან, რომ მე ძალიან კარგია. ეს უბრალოდ ერთი ძალიან გაბატონთამარ, ერთი წუთი ვისაუბროთ დარბაზიდან. დარბაზიდან ვინ საუბრობს? თუ საუბრობს ითამოდე, გამოიჩინეთ რომ აბრძანეთ. უკანშებული ხელების წყალს რომ დატოვოს ხტომის დარბაზი. დატოვეთ ხტომის დარბაზი. დატოვეთ ხტომის დარბაზი. დაიჭები კამერა. არ გააგრძელოთ, გაბატონთამარ ვიდრე არ დატოვებს ხტომის დარბაზი. დავტოვებ, მაგრამ დიახ, დატოვეთ ხტომის დარბაზი. და უბრალოდ დარბაზი გაეცემა. იმის გამო რომ თავის თავი არ დაეზინანებია, ფანჯარა მართალია დაგედილი იყო, მაგრამ ფანჯარაში დამტარებოდა, ამიტომ ფანჯარასთან კი არავინ დააყენებდა. ეს არის ის რისკები, რაც ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს არის რისკები. ძალიან კარგია.
ამ რისკებს გავაგრძელებთ. ანუ ერთი რისკი იყო, რომ თავი არ დაეზიანებია, მეორე რომ ფანჯარა არ გამოეღოთ, არ გადამტარებიო ფანჯრიდან, მესამე თქვენ ძალეთ რომ მიიღოთ თანამშრომლებს არ დასმოდა, ასევე თქვენ გასაფრთხოებასაც იცავდით და გარდა იმისა, რომ თქვენ 2 საათი ის ოთახში გაგეჩერებიათ ხელმორტილდადებული ფურცლთან, სხვა უფრო მეტად ადეკვატური ზომა თქვენ ვერ მოძებნეთ. ხო სწორად გავიგეთ? პოლიციის შესახებ კანონი სპეციალური საშუალებების გამოყენებისას ხელბორტკილის გარდა იცნობს სხვა სახის სპეციალურ საშუალებებს. ნორმალურად მე რამე სპეციალურია ეგეთი კაბინეტში ყავდეს ბატონი 2 საათი აგათ ვიცნობ ბაკალონს არ წერია იქ რომ გააჩერე 2 საათი ოთახში. ძალიან მეძე ახსენე ეს კანონი. ერთმა ხუთში წარუყანებდა და მოშებოდა მაგით. ხელბორტკილი რო წამოდეთ ხას თქვენი ხელით მალევიეთ. არა, მოხსენით და დაიეთ. თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ, რომ აცივრიდან გამოვიტანე და იგიც კითხეთ. ცივი გიგათ თუ თბილი წაიღეთ. ძალიან ცუდია რომ მოიხარ. ერთი კითხვა ძალიან გამოყენებული ვარ ქრონოლოგია შევახსენო მოწმე. ესე იგი საქმის მასალების მიხედვით საქმის მასალების სიჩუმე დარბაზში ჩხრეკის და დაკავების ოქმისგან რადგან საათნახევრის 2 საათის მერე მოხდა მისი გამოკითხვა ბრალდებული სახით. ადვოკატებს ის ბორტულდადებული არ უნდა ხედათ. ეხლა როგორც ვგებულობ ბორკილი ედო ამ პერიოდში, იმიტომ რომ დავასრულეთ ბორკილი დავასრულეთ. ნახეს ადვოკატებმა ჩავასწრო. ადვოკატებს დახვდა ბორკილი ედო უკვე. და მერე მოხსენ ბორკილი და მე ხელახლა დაადეთ? მე როცა მის საჭიროება იყო რომ ბორკი ხელი მას უნდა გამოიყენო თუნდაც ხელმოსაწერად თუნდაც წყლის დასალევად ბორკილდადებული გამოკითხეთ ბრალდებული სახით. ხელის მოწერის დროს ბორკილი მოიხსნა. მარტო ხელის მოწერის. წყლის თვალების დროს და სამეფარაშოში გასვლის. მადლობა. გვაქვს ხელახალი პირდაპირ. მადლობა ქართულთანა გამოცხადებისთვის, მშვიდობას გისურვებთ. გარშემო უკან